გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა დავაანონსო აგნიოგას რიტრიტი, რომელიც ჩატარდება 3-დან 6 იანვრის ჩათვლით წინანდალში, პარკ ჰოტელში. ზაზასთან ერთად ისევ ჩავეშვებით შინაგან თავგადასავალში და იმ პერიოდში, როცა ყველა გამოფიტვის რეჟიმშია, ჩვენ შევივსებით სასიცოცხლო ენერგიით და ყველას ახსოვს ალბათ დავიწყარით უშეთის რიტრიტი და ეხლა გელოდებით ყველას წინანდალში. მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის აიურვედა მასაჟისა და მედიტაციის სპეციალისტი ზეზვა ჯაიანი. გამარჯობა ზეზვა და მადლობა ძალიან დიდი ჩვენთან მოსვლისთვის დიდხანს გელოდით და როგორც იქნა შედგა ჩვენი შეხვედრა. მოგესალმებით მთელ გუნდს და მივესალმები ესე ვთქვათ იმ ხალხს, ვინც თქვენ გიყურებთ. ესე იგი ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ სფეროში და მივესალმები ამ ყველაფერს მე. გეიხარე. ზეზვა, მოკლედ სანამ აქ შემოვიდოდით მრავალ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც მეც ჩავინიშნე, რომ ცოტა მერე უნდა განვიხილოთ, მაგრამ დასაწყისისთვის მგონია მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს ისტორია ისეთი შთამბეჭდავი იყო და მომცა ესე ვთქვათ ბიძგი და ინტერესი, რომ მეტად გამეცანი შენ რა ადამიანი ხარ და რა საქმიანობ და თუ შეგვიძლია რომ დავიწყოთ აი შენი პირადი გზით და რა ტრანსფორმაცია გაიარე და რა მოხდა შენ ცხოვრებაში ისეთი რამაც მოკლედ შენი მდინარის კალაპოტი სხვა ესე ვთქვათ ხარისკენ წარგზავნა ასე ვთქვათ. ესე ვთქვათ ჩემ წარსულზე არ მიძნელდება საუბარი, ალბათ ისედაც ყველა მიცის და იმიტომ ადრე სპეცსამსახურში ვიყავი. სულ სხვა გზა მქონდა, უფრო იარაღთან მქონდა შეხება ესეთ დატვირთულ ვარჯიშებთან და იქაც რაღაც დონეზე სულიც და კუნთიც და ხორციც ესე ვთქვათ გამოიწორთნა. რამდენი წელი იყავი მაგ? სადღაც 6 წელი. შემდეგ რაღაცნაირად მომიწია უცხოეთში გამგზავრება და როგორც ყოველთვის მიმართლებს მასწავლებლებში და ამ სფეროში შემხვდა ინდოელი მასწავლებელი, სადაც გადავწყვიტე უბრალოდ მესწავლა მასაჟი და მედიტაცია. ეს იყო აიურვედას უძლიერესი სპეციალისტი და პირველად რომ მითხარო აი ძლიერი ხელი გაქვს და მასაჟი კარგად გამოგივაო, ცოტა გამეცინა რომ ჩემს ყოფილ პროფესიასთან ძალიან შორს იყო ეს. მაგრამ შემდეგ ნელა-ნელა რომ მივყევით მედიცინასთან შეხება მქონდა სხვათა შორის და უფრო გამიადვილდა ეს ყველაფერი, მივყევით ნელა-ნელა და ძალიან ინტერესში ჩავარდი შემდეგ. აი მედიტაციაც მოყვა, მედიტაციაზე თავიდანვე რაღაც მიდრეკილებები მქონდა, ესე ვთქვათ. სპეცსამსახურში როცა იყავი მაშინაც თუ ვარჯიშის პერიოდში, სპეცსამსახურთან არა, უბრალოდ რომ ვარჯიშობდით, აი მაშინ იყო ის მომენტები, რომ მინდოდა მედიტაცია გამეკეთებინა და მე ავხსნი, რატომ ხდება ეს ადამიანში, უფრო აი რატომ უნდა ადამიანს რომ მედიტაცია დაიწყოს. რა შინაგანი მოთხოვნილება აქვს და საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს შემიძლია შემდეგ გავშალოთ. კი, სიამოვნებით. როგორ ხდება და რომ მინდოდა ესე მიდრეკილება მქონდა ერთი სიტყვით. მიდრეკილება რომ მქონდა, შანსი გამომიჩნდა. და ამანაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ უფრო ღრმად გავცნობოდი, რახან ძლიერი სპეციალისტი იყო. მაშინ იმ დროს ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ იყო არც მედიტაციაზე, არც შინაგან სიძლიერეზე, არც სულიერებაზე და გადავწყვიტე რომ მესწავლა. და რავი დღესდღეობით მოვდივარ და ჩემი თავის თლად კმაყოფილი ვარ, არა, მაგრამ რაღაც დონეზე 30%-ით ესე რომ დავთვალოთ, რაღაცას მივაღწია. და ამ ადამიანმა გასწავლა აიურვედა რა არის და როგორი არის მედიტაცია და მასაჟი. ძალიან ღრმა თემაა აიურვედა. ხო, ესეც რომ გავშიფროთ, ხო, რა არის სიცოცხლის მეცნიერებას. ინდური სწავლება არის. კი, ძველი ინდური სწავლება.
უფრო მეტად სანსკრიტის წიგნებიდან გადმოსული ინფორმაცია, ესე ვთქვათ, ოქროს ინფორმაცია რა, რომელიც რა ვიცი, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2-3000 წლის წინ იყო რა უკვე და ხო, ნუ ძველი წარღვნამდელი ცივილიზაციების შეიძლება სხვათა შორის იცით რა არის, რაღაცები ისეთი რაღაცები ემთხვევა ამ ცხოვრებისეულს იქაურიც, რომ ესე მგონია, რომ მართლა ერთი ცივილიზაცია გამქრალია. კი, მეც ეგ თემა ძალიან დაინტერესებს და მაქვს, ხო. და აი ეს არის რომ ამან დამაინტერესა ძალიან, აიურვედა ძალიან ვრცელი თემაა. იქ არა მხოლოდ მასაჟი და მედიტაცია, იქ კვების ელემენტებია და ძალიან ისეთი საინტერესო ძალიან ფართე სწავლება არის ზოგადად ცხოვრების სტილის სხვანაირი, ხო? მედიცინაც შედის, მეცნიერებად შედის, ყველაფერი არის რა. და ვედებთან რამე კავშირი აქვს ამ ყველაფერს? თუ ეს ვედურია, თვითონ აიურვედა თვითონ ვედურია. აი იქედან მოდის ყველაფერი და ეს ვედებიც მაგ ტექნიკებს და მაგ მიმართულებას იყენებდნენ. ხო. რითი განსხვავდება სიტყვაზე აიურვედული მასაჟი ჩვეულებრივი აი კლასიკური სამკურნალო ან სარელაქსაციო მასაჟისგან? რა როგორც ფიქრობ, ყველა ტიპის მასაჟი წამოსულია ინდოეთიდან. მაგრამ ეხა ტრანსფორმაციას განიცდის ზოგმა გააიოლა, ზოგმა სხვა ტექნიკა ჩართო, ზოგმა საავტორო გააკეთა რაღაც ესე, მოდის ნელა-ნელა და იცვლება რა, როგორც ხდება ხოლმე. აიურვედა მასაჟის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ესე რომ ვთქვათ, არის ის, რომ მაგალითად გონებისთვის რაც არის განკუთვნილი აიურვედას მასაჟში, მუშაობს მერიდიანებზე. ანუ ეს არ არის უბრალოდ ხელსმა, ზეთით და ზეთის დახმარებით და რაღაც ესეთი მომენტები, რომ მხოლოდ კუნთი მოდუნდეს, როგორც სპორტულ მასაჟს ვაკეთებთ, როგორც დრენაჟს ვაკეთებთ, რომ ვთქვათ, ზედმეტი სითხისგან გათავისუფლდეს ორგანიზმი, მარტო ეს არ არის. ამ ყველაფერს დამატებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც მოყვება მერიდიანებს, ამას ძალიან კარგი ცოდნა ჭირდება, რომ სიზუსტით გაკეთდეს და მერიდიანები რა არის? ჩაკრების ენერგიის შემავსებელი ნაწილი, ხაზი. რამაც უნდა შეავსოს ჩაკრა. და აი ამის მიხედვით კეთდება ყველაფერი აბსოლუტურად აგებულია ამ სისტემაზე, რომ მთლიანი ადამიანის ქიმია შეცვალოს და არა მარტო კუნთი მოადუნოს და გონება იმ სიამოვნებით, რომ თქვა მასაჟის დროს გონება დუნდება. აქ მარტო სიამოვნება არ არის, აქ არის ენერგეტიკული გათავისუფლება. ხო, დაგროვილი დისბალანსი რაც არის ხელში და იმაში მაგისი, ესე ვთქვათ, ჰარმონიზირება, ესე რომ ვთქვათ, ხო, გარკვეულწილად. დისბალანსის მე ესე ვიტყოდი მოკლა. შესაძლებელია ერთი პროცედურით გაკეთდეს ეს ყველაფერი, აი მაგალითად, როდესაც მოდის ჩემთან პაციენტი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილა ძალიან ბევრჯერ, ეხა მოგიხსენებათ სტრესი ყველა ადამიანს აქვს დღესდღეობით და ძალიან დიდ სტრესშია, განიცდის, ვთქვათ, ის არ გამოუვიდა, რაღაც არ გაკეთდა. საქმე რაშია, იცით? ჩვენ ხომ ჩარჩოებში ვზივართ. ის არ გამოვიდა და არ გაკეთდა, ეს არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის, რომ წინ უნდა წავიდეთ. და ამ წინ წასვლას ჩვენი ჰორმონალური ბალანსი აფერხებს. ჰორმონალური ბალანსი დაყრდნობილია ენერგიის მიწოდებაზე. ენერგია, ანუ ყველა ჩაკრა ზის ამ თავარ ჰორმონალურ კვანძებზე. ჩვენ თუ ჰორმონალურ კვანძებს ვათავისუფლებთ, ზუსტად აი მერიდიანების დახმარებით, აი მაშინ ინთება ჩვენი ჩაკრები და იწყებს სრულ მუშაობას. მე არ ვამბობ სრულ მუშაობაში 100%-ამდე, არა, 10%-იც რო დაიწყოს მუშაობა ჩაკრებმა და გააქტიურდეს უფრო რა, აქტიურად იმუშაოს, აი ამისთვის ეს არის საჭირო. ანუ ამ მანქანის რაღაც ერთგვარი უფრო ღრმა პროფილაქტიკა არის, ხო, რომ თელმა სისტემამ ერთობლივად იმუშაოს, ხო? და ყველა ესე ვთქვათ, ცენტრი იყოს დატვირთული, ნუ რა მიეწოდებოდეს ენერგია და ფუნქციური იყოს, ხო, ბალანსი იყოს. ერთი მეორეში როგორც ჯაჭვი გადაბმული, ისეთი ბალანსი ხო, იყოს რა. და აი რა ტექნიკას იყენებთ? აი, იმიტომ რომ მასაჟი მე ალბათ ყველასაც ჩვეულებრივი ეს ხეულებრივი კუნთების ესე ვთქვათ მოდუნება რაც ვთქვი რომ იქ რაც სითხის გამოდება, მაგრამ აი
ხო, აიურვედას კიდე ეს სხვა ღრმა შრე რო შემოდის, კიდე ხო რა შემოდის ამ დროს თამაში? შეიძლება ადამიანმა უყუროს ჩემს გაკეთებულ მასაჟს, პროცედურას, მაგრამ ვერაფერი ვერ მიხვდეს. და იმას ეგონოს, რომ ჩვეულებრივი მასაჟი მიმდინარეობს, მაგრამ ვინც წევს, ის ზუსტად მიხვდება, მე რას ვაკეთებ, იმიტომ რომ იქ მერიდიანებზე შეხება აი სისწორეში და იმაში სიღრმე ჩანს უკვე შეგრძნებამდე ვისაც ვუკეთებთ რა. ხო. თორე შეიძლება ესე შეხედვით არ გამოჩნდეს, რომ ნუ რას აკეთებს ჩვეულებრივი მასაჟი, არაფერი, მაგრამ აი თითები რას აკეთებს კუნთში შიგნით და სადამდე ჩადის, რა დონეზეა თქვა ჩემთან შეგრძნება და სადღაც ჩავიდე, ეს უკვე მე ვიცი. და შენ გაქვს რამე შენი სიტყვაზე, რაც ახსე იმაში საავტორო რამე ხელწერა, რასაც შენც კიდე აი ამ აიურვედულ დაკანონებულ იმას მიამატე შენებური. კი ბატონო, ეს ძალიან ღრმად მაქვს ახსნილი ჩემს საავტორო წიგნში გონების კი და კოდში. მაგასაც მინდა უცილებლად რომ შევეხოთ. ეს არის არსებობს ძენ მედიტაცია. და მე ესე დავარქვი სახელი ძენ აიურვედა მასაჟი. ანუ აქ არის გაერთიანებული მასაჟის დროს მედიტაცია. მედიტაცია როგორც ვთქვით, სრულ სიჩუმეში უნდა მოხდეს, თქვათ, ხელშემშელი პირობები არ უნდა იყოს და კონცენტრაცია რაღაც უფრო შიგნით უნდა იყოს, ისე რომ არაფერმა ხელი არ შეგიშალოს, მაგრამ რა პრიორიტეტი აქვს მასაჟს? მედიტაციას არ ვიწყებთ ჯერ მასაჟის პროცედურის დროს, იწყება ჩვეულებრივად, აი, გააქტიურება ყველა წერტილის, რაც საჭიროა და შემდეგ ნელა-ნელა გადავდივართ მედიტაციის, ესე ვთქვათ, მომენტზე რა. და აქ ვიზუალიზაცია კეთდება, დამატებით კონცენტრაციაზე მუშაობა, უფრო ყურადღების ერთ წერტილში მოკრება, მაგრამ ადამიანი ამ დროს, ანუ რასაც გრძნობს ის რომ ავხსნა, მე ეს მინდა უფრო. ხო, და გიდირებულად ვუკეთებ, ხო შენ მაგას რა თქმა უნდა. მე ხელის შემშლელად ვიქცევი ამ დროს, რომ მასაჟს ვაკეთებ. ხელს ვუშლი მედიტაციაში, მაგრამ ამავდროულად ვაძალებ, რომ იმ კონცენტრაციაში შევიდეს და სხვა რამეზე იფიქროს. მე თუ აქედან ხელის შემშლელად ვიქცევი და იქ კონცენტრაცია სხვა რამეზე ვუთითებ, ადამიანი ყურადღებას გადაიტანს კონცენტრაციას და ეს გამოდის, რომ მისი მედიტაცია უფრო ძლიერდება ამ დროს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი პირობები არის, მაგრამ ეს კონცენტრაციაზე გამახვილება ყურადღების და ვიზუალიზაციის გაკეთება უკვე სხვა ძალას აძლევს. და როდესაც უკვე ადამიანი შეეცდება, რომ თვითონ გააკეთოს მედიტაცია, უფრო გაუადვილდება. იმიტომ რომ იქ ჩემი ხელის შემშლელი მომენტი აღარ არის. ეს ჩამოშორებულია უკვე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამასთან ერთად, როდესაც ტვინს ესეთი ფუნქცია აქვს, რაზეც თქვათ კონცენტრაციას აკეთებს, იმას იწყებს უკვე ეს გონია, რომ ეს არის თავარი მისთვის და ეს უნდა გააკეთოს, რასაც ვავალებთ, ესე ვთქვათ რა. და ამ მომენტში უკვე ტვინი იწყებს მუშაობას, ისე რომ ეს ჩარჩოებიც მოხსნას, რაც გარეთ ჩვენ გვაქვს. და აქედანაც გაგვათავისუფლოს. ანუ ორივე შრეზე მუშაობ, ფიზიკურზე და გონებრივზე ერთდროულად. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს მე რომ ფიზიკურად დავტვირთე, ამ მომენტში არ გიგონოთ რომ ეს არის რაღაც სასიამოვნო თქვა ძალიან ისეთი რბილი, არა, საკმაოდ საგრძნობი მასაჟია და ცოტა ძლიერი. და აი ამას რო კონცენტრაცია ჩამოხსნის ადამიანი და უკვე სხვა რამეზე გადაიტანს და ამას ისწავლის, ის ერთი დღეც საკმარისი იქნება, რომ ეს შეგრძნებები მედიტაციაში გადაიტანოს. და უკვე იმან იცის, რომ ამის შემდეგ რა შეგრძნება მოდის. და ფიზიკურად აღიქვამს უკვე იმ ერთ პროცედურაზე მთლიანი სხეულის ქიმიის შეცვლას. ერთ პროცედურაზე ხდება, ესე ვთქვათ, ის ბალანსი, სიმშვიდე მოდის, ზოგს ისიც ეწყება, რომ უაზროდ უხარია რაღაც. ხო და არც ის საიდან მოდის ეს სიხარული, ხო? და ეს არის ენდორფინის ჭარბი გამოსვლა. და ენდორფინს რო ვააქტიურებთ, ის მერე იწყებს თავიდან გამოსვლას. ანუ რაღაც რო გიხარია, ის დიდხანს გაგყვება. ამას ხო ჩვენ ვერ აღვიქვავთ ესე, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, ზუსტად მივხვდებით რაზეა საუბარი. ხო და ეგ მაგარი არის, რომ ძალა აქვს აიურვედულ მასაჟს, რომ ერთ სესიაში მოგცეს ძალიან დიდი და ღრმა შედეგი და რა მაინტერესებს, იცი, ანუ გარდა იმისა, რომ ეს მუშაობს სიტყვაზე ეგეთი მერიდიანების დაბალანსებაში, ბლოკების მოხსნაში, კიდე რამე ისეთი აქვს ფუნქციური დატვირთვა, რომ აი უფრო რაღაც კიდე ღრმა შრეზე გავიდეს. აი რომ სიტყვაზე
ვიარემე ხო მასაჟზე და აი რა ბლოკებიც ქონდა მეტნაკლებად ესე ვთქვათ დავასტაბილურად ენერგია ასე თუ ისე მერიდიანებში კარგად მიედინება და კიდე მოვდივარ რომ უკვე აი ეს ნიადაგი შევამზადეთ და მოდი აბა კიდე უფრო ღრმად ჩავიძეროთ აი გვაძლევს მაგის საშუალებას კიდევ სიღრმეს გაძლევს, მაგრამ იცით როგორ ხდება, ეს უკვე თქვენში ჯდება შიგნით და სწავლობ უკვე რა უნდა გააკეთო. რა უნდა გააკეთო მედიტაციის დროს. ყველაზე მთავარი მედიტაციის დროს არის შეგრძნებები. ანუ რა კონცენტრაცია რა შეგრძნებას გაძლევს. და ეს შეგრძნება რო უკვე გამოვლილი გაქვს, უკვე გიადვილდება და ხდება შენი. ის უცხო კი აღარ არის რომ აი მე მედიტაციაზე უნდა დავჯდე, გავაკეთო, მაგრამ არ იცი რას აკეთებ. გამიგონია სიტყვები რომ გავდივარ სად გადიხარ ან ვინ გღებულობს. სანამ აი მე მაგიტო დავწერე ზუსტად ეს წიგნი რომ ადამიანმა თუ თეორია არ იცის შენის ტელეგრამი დახურული არხი მათთვის ვისაც სურს ასტროლოგიის ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებთ სუფთა სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. ადამიანმა უბრალოდ მანქანის მართვის თეორიაც. აი რომ დაგსვან მანქანაზე, კაი შედარება. სად წახვალ. სადღაც წახვალ, მაგრამ მე სადღაც აღმოჩნდება. მაგრამ შეიძლება ავარიაც მომგივიდეს. კი ბატონო, ეგ არის, აი შეიძლება არასწორად წახვიდე მედიტაციაშიც. აი იმიტომ მინდა რომ თეორია ისწავლოს ადამიანმა სიზუსტით, სიღრმე წაიკითხოს, იქ რას შეუძლია გააკეთოს, რა შედეგი მიიღოს. აი ეს არის ყველა მოდი მაშინ ახლა მედიტაციასაც მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ აი მაშინაც შენ რო თქვი რომ ძალიან ბევრი საუბრობს ახლა მედიტაციაზე, მაგრამ წარმოდგენა რა ზოგს არ არისო მედიტაცია თვითონაც კი არ მედიტირებს ზოგი ისე საუბრობს ამაზეო და კარგი იქნება რომ აი აქ ესე ვთქვათ სიღრმისეული ახსნა გავაკეთოთ თუ რა არის მედიტაცია, რას ნიშნავს ეს, როგორი სახეობებია და რა შესაძლებლობებია გამოს და პირველ რიგში სანამ მაგას დავიწყოთ, მაინტერესებს აი ეს პიროვნება ინდოეთში რო გასწავლე და შენ ესე ვთქვათ შენ ინიციაციას რო გაძლევდა აიურვედაში, იქაც რო იძახდი აი მედიტაციას რომ ასწავლიდა და ეს შავ წერტილს მიკიდებდაო და აი კიდე რა ტექნიკებს გიმუშავებდა ეს ვთქვათ მაყურებელსაც რომ გავაცნოთ ეს საინტერესო დასაწყისი შენ და მე უკვე აი რა აღმოჩენები მოვიდა შენ დაკვირვებები პირადიც ეგეც რო გაუზია. ბევრი აღმოჩენებია, მაგრამ ახლა ყველას. ხო არა, მივყვეთ აი დასაწყისიდან და კი ბატონო. ნელ-ნელა მე ჩავაგზავნოთ. ანუ როგორ იყო პირველად რომ გადავწყვიტო რომ უკვე მედიტაცია უნდა ვისწავლო, ეხლა მე მოლოდინები მქონდა რომ რაღაც იქ მუსიკა ჩაირთვებოდა, ჩაბნელდებოდა შუქი, დავჯდებოდი და დავიწყებდი რაღაც იქ მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად მანტრებზე არ ვიყავი ადაპტირებული. უფრო მაშინ როგორი რამე იყო, იცი, მე ქრისტიანი ვარ და მანტრებს არ უნდა მოусმინო რაღაც. ნუ ეს დევს ახლა ყველა ადამიანში და ძალიან ცუდია ერთი მომენტი, ცოტა შორიდან მოული, რომ მედიტაციას აიგივებენ ბუდიზმთან. არა, ეს არ არის სწორი. ბუდიზმი იყენებს მედიტაციას როგორც ლოცვის დასაწყისს. ქრისტიანობაც იყენებს მედიტაციას როგორც ლოცვის დასაწყისს. ბერები დუნდებიან, ემზადებიან და შემდეგ იწყებენ მდგომარეობა. და არა ის რომ მანდამაინც მანტრებს უნდა მოусმინო მედიტაციის დროს. არა, წარმოიდგინო დაждე ლოტუსის პოზაში და ხო, არ არის დიდად მთავარი არაფერი. პირველი დასაწყისი იყო ჩემი რომ შავ ფურცელზე, ეს თეთრ ფურცელზე უბრალოდ დამიხატეს შავი წრე და მითხრა რომ აი რამდენსაც გაძლებ უნდა უყურო. ნუ დავჯექი და უყურებ, თქვათ, 9 საათი, არაო, 3 საათამდე უნდა ახვიდე. იმდენად მონდომებული ვიყავი და თან ცოტა ურწმუნოება დამეუფლა მაგ დროს რომ ახლა ამ შავმაწრემ რა უნდა მიქნას, თქვათ, რა მედიტაციაა ეს, მაგრამ მაინც მიუყვებოდი რომ ვიცოდი რაღაცას თქვათ ამოვიღებდი აქედან რაღაც სიახლე იქნებოდა. უყურებდი. და რავი, ერთი 3 თვე უყურე. რეკორდები მოხსენი ხო? კი, 3 თვე 2-3 საათი დღეში. მქონდა დრო უბრალოდ რა. და მიიღე მაქედან რაც მისაღები იყო, ხო? მივიღე მაქედან ის რომ შავი წრის გადაფარვა მოხდა თვალში.
ანუ შავწრეს ვეღარ ვხედავდი უკვე. გათეთრდა, ანუ ეგ ფლიანად. გათეთრდა. ნუ განაცრის პირველად სხვა ფერს ღებულობს და შემდეგ ფურცელს უსწორდება რა ეს. შემდეგ რომ ვუთხარი ეხა რა გავაკეთო, ეხა ხელები ამოძრავეო, ანუ მე არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, არც მიხსნი და უბრალოდ მეუბნებოდა უნდა დამეჯერა. ხო, მინდობილი უნდა იყოს მასწავლებელი. და ხელების მოძრაობა არის უკვე ენერგიის შეკრება ხელით, იმიტომ რომ მასაჟზე მჭირდებოდა ეს მე, რომ ხელი აქტიური ყოფილიყო. და მაგანაც ძალიან დიდი შედეგი მოიტანა, ესე ვთქვათ, შეგრძნებები გამიჩნდა ჰაერის სიმკვრივე, აი ეს რომ ეუბნები აი ვითომ ბურთი გიჭირავს ხელში, ის ვითომ აღარ იყო, უკვე მართლა მეჭირა ბურთი ხელში. და აი ამ ეტაპებით უკვე ნელა-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მე უკვე წავიდა ვიზუალიზაციაზე, ვარჯიში, ვთქვათ, სცენარის დაწერა, მე კონცენტრაცია ამ სცენარზე და აი რა გინდა მედიტაციით მიიღო. თუ სიმშვიდე გინდა, სიმშვიდის სცენარი უნდა გააკეთო. თუ ვთქვათ, რაღაც მიღწევა გინდა და ვერ აღწევ, აი იმის სცენარი უნდა დაწერო და ეს ნელა-ნელა მიყვები რა. ანუ ვიზუალიზაციით და წარმოდგენით. ეს არის უბრალოდ ისეთი ღრმა მედიტაცია არ არის, ეს არის ამ ცხოვრებისეული იმის შერწყმა რა მედიტაციაში, ამ ცხოვრებისეული. მაგრამ აი ხა ხო არის, რომ აი მილიონაირი მედიტაციები არის, აი მართლა რამდენი სულიერი სკოლაც არიან ეზოთერული, ყველას თავისი რაღაც მედიტაცია აქვს, მაგრამ ყველას ერთგვარ ფუნდამენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ხო, ეგ მდგომარეობა, სადაც უბრალოდ ხარ აწყოში, არ არის ფიქრი და შენ განიცდი ცხოვრებას და ხო, როგორც იძახიან, ცხოვრება ცხოვრდება თავისით. კი ბატონო, მართალია ეგ და გეტყვით ახლა მე უფრო აი აიურვედულ მედიტაციას რატო ვემხრობ? ხო, აი ეგეც ხო, რა არის აიურვედული მედიტაცია? შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში, მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. აიურვედული მედიტაცია უფრო ვიზუალიზაციასა და კონცენტრაციაზე არის აგებული. რაც მეცნიერების მტკიცებულებით უკვე ვინც აი მეცნიერებიც ნეირომეცნიერები იყენებენ ამას კვლევების დროს და მე ეს უფრო სწორად მიმაჩნია. ანუ მეცნიერებასაც ვაღიარებ, რომ ნუ ჩემი აღიარებელი არაფერი არ ჭირს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს მინდა მე, ჩემში ვაღიარებ ამას. ეს მჭირდება, რომ აი იმან თუ დაამტკიცა რაღაც ურწმუნო თომას ვარიანტი არ მჭირს, მაგრამ მაინც მინდა რომ ვიყო ესე დამამტკიცებელი საბუთებით, რომ მართლა მუშაობს. ხო. აი ეს მჭირდება მე, აი თუ მუშაობს, ვაკეთებ რა ერთი სიტყვით. ხო და აიურვედული რო ახსნათ კიდე, რომ აი ეს კონცენტრაცია და ვიზუალიზაცია, ხო? აი რაც ახსენე შენ სიუჟეტები, რომ თუ გინდა დამშვიდე, უნდა წარმოიდგინო სიუჟეტი, სადღაც სიმშვიდე არის, არ ვიცი, ოკეანე რაღაც. განვითარებული რომ არის ეს სცენარები ესეთი, რომ აი თუ ზიხარ ოკეანეში და ოკეანის პირას, ან ზღვის პირას, ან მინდორში, აქ მარტო წარმოდგენა არ არის მთავარი. აქ მთავარია შეიგრძნო ეს ყველაფერი. ხო. და აქ მთავარია მიიღო, რომ მართლა ზიხარ. ეს მთლიანად უნდა დაიჯერო, რომ ემოცია გაგიჩნდეს. ხო და როგორ ანუ მხოლოდ ანუ ორივე გონებას ყველაფერი შეუძლია. მოდი ერთ რამეს გეტყვით. აი მაგარი დანაყრებული ხარ და მიდიხარ და ხედავ სარეკლამო ბანერს.
აი ძალიან კარგ ნამცხვარზე ან რაღაც ეგრევე მოგინდება. ეს იგივეს ნიშნავს, რომ ტვინს შეუძლია ამის გაკეთება, ანუ ჰორმონალურ ბალანსს აკეთებს, რომ აი ამას ჩაწვდე შენ და აი ზღვასთან ზიხარ თუ მინდორში ზიხარ, ის მართლა შეიგრძნო და ჰორმონალურად შენი თავი იგრძნო კარგად. და ბოლოს არ მიდიხარ იმ მდგომარეობამდე, რომ აღარ გიწევს არაფრის ვიზუალიზაცია, უბრალოდ უკვე იმახსოვრებ იმ განცდას და არა, ეს რა არის, ციცით? ეს არის იქ მიმოვალი გზა, სადაც ბოლოს უნდა მიხვიდე, რომ აი ამ კონცენტრაციის დახმარებით შენ ფიქრებს კლავ. ანუ სხვა ამ ქვეყნიურ ფიქრებს, რომელიც მედიტაციის დროს გაწუხებს და ვერ წყვეტ. როდესაც ამ კონცენტრაციით ერთ სცენარზე იქნები ადაპტირებული უკვე და შემდეგ სუნთქვის კონცენტრაციას გააკეთებ ორგანოების მუშაობის, გაჯანსაღების კონცენტრაციასაც რომ ისწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ყველა ამ ცხოვრებისეული ჩარჩოებისგან თავისუფლდები. რომ მედიტაციის დროს არ გახსენდება, რომ იქ მაღაზიიდან პროდუქტის წამოღება დაგავიწყდა, იქ სადღაც მისასვლელი ხარ, ანუ ეს ჩარჩოები გეხსნება და ეს შებოჭვები რა, შინაგანი. უფრო მყარია რაღა დაყალიბებ შენ გონებას და აი ამ ვიზუალიზაციას ზუსტად მყარად შედის შენში, ყალიბდები აი ესეთ ძლიერ პიროვნებად, რომ აი შენ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ კონცენტრაციით და აი შემდეგ უკვე ამ ნაწილსაც იხსნი ამ ვიზუალიზაციასაც ხო აღარ გჭირდება რომ შეხვიდე უკვე სხვა მდგომარეობაში და ეს სხვა მდგომარეობა რა არის ყველაზე საინტერესო მომენტი დაიბადა ბავშვი წარმოიდგინეთ თქვენი თავი რომ დაიბადეთ რა ჩარჩოები გაქვს ამ დროს არაფერი სრულიად თავისუფალი ხარ და შენი ცნობიერებაც ის ცნობიერება არ არის რაც ეხლა აი მაგ მდგომარეობამდე რომ მივალთ, რომ ჩვენი ცნობიერება იყოს ცოტა ბუნდოვანი. აი ამ ქვეყნიური არა. ბავშვივით ანუ. დიახ. ბავშვი ხო შემდეგ გამოდის, აი რას დააკვირდით კიდე ვიცი როგორ. ანუ წმინდა სუფთა არანაირის გარედან შეომავალი და კი ბატონო. გარეშე ხო. ანუ როდესაც აი იმიტომ ამბობენ სულ მედიტაციაში აი ბავშვის როლი რაღაც იქ მაგრამ ეს ქრისტეს სიტყვებიც გამახსენდა ბავშვებივით იყავით და თქვენ შეხულცათ ასე აი შეხედეთ კიდევ ზუსტად ეგ არის რომ აი ბავშვს რომ არაფერი არ აქვს დაბადებიდან 5-6 წლამდე ცხოვრობს ძალიან კარგად რაც არ უნდა გაჭირვებაში იყოს ხო აი მაინც თავისი სიხარული აქვს ყოველთვის იქ პატარა რაღაც საჩუქარს აჩუქებ თუ კანფეტს თუ რაღაცას ძალიან უხარია. ეს შინაგანი სიხარულია მისი. და ამ დონეზე რომ ჩვენ ჩამოვდივართ რომ ამ ჩარჩოებისგან თავისუფლდებით, აი მაშინ იწყება ეს სიხარული ჩვენში, ჰორმონული ბალანსი იწყება, სისუფთავეა, სიმშვიდე გვაქვს და ეს არის მედიტაციის პირველი მიღწევა, რასაც უნდა მივაღწიოთ ჩვენ. და ამის შემდეგ ადამიანი ბოროტი ვერ იქნება. ხო, მაგრამ თან მანდ არ სრულდება ხო პროცესი. აი მე რატოა წარმოდგენილი მქონდა რომ აი მაგ ნუ შეიძლება ნირვანას მდგომარეობაც დავარ მედიტაცია არასდროს არ სრულდება ეგრე. არ პირიქით, ეგ აპრიორში ესეთი მდგომარეობა უნდა გქონდეს და მაქედან უნდა დავიწყოთ, მერე გაფურჩქნა და ცხოვრება, ხო? აი მაგ მდგომარეობაში რომ შეხვალ უკვე ყველა მიხვდება თავის გზას სად უნდა წავიდეს. ხო, თავის როლს, ხო, გზას, ფუნქციას და ალბათ ხო მეტად ჰარმონიულიც იქნება ცხოვრება. ყოველთვის ადამიანი ეძებს იმას, რისთვის არის მოვლენილი. ხო, ჩვენი მისია ეგ. მისია რა არის? სამყარო გვაძლევს ჩვენ მხოლოდ ერთ მისიას. გამრავლება. და მეორე მისია, რომ შენი სული შენ სხეულში ამოყოფო სუფთად, გააძლიერო და გაუშვა. ეს არის ჩვენი მისია, პირდაპირ გეტყვით, არავისის არ კონდეს, რა ქვია, რაღაც ფანტაზია, რომ აი მე მოვედი იმისთვის, რომ არა, შენ მისიის შეძენა შეგიძლია. რამდენად დაეხმარები შენ სულს გაძლიერებაში, რომ აი ეს ბონუსები მოგცეს სამყარომ. რა არის ბონუსი? შენ თუ კარგ საქმეს აკეთებ, შენ თუ ყოველთვის ადაპტირებული ხარ იმაზე, რომ აი ვიღაცას რაღაცა გაახარო, ცოდნა მიცე, აი ოღონდ გულიდან თუ მოდის და არა, აი სამყარო გიბრუნებს ამას. ხო, ბონუსად გიბრუნებს და ეს შენ სულს აძლიერებს. იმიტომ რომ აი რომ ჩაუღრმავდეთ, ხო, ყველა სიხარული გვაძლიერებს.
მაგრამ ეს არ უნდა იყოს დოფამინის რეჟიმში. იმიტომ რომ დოფამინი რო გამოგვეცლება, მე უკვე ეს სხვანაირად მოქმედებს ხო, ადამიანს. მერც ხოს დამოკიდებული ხდება, სულ გინდა და კარგავ თვითონ არს რატო აკეთებდი. ორწამიანი ხალისია ეგ და მეტი არაფერი. აი უფრო ენდორფინის სისტემაში უნდა ვიყოთ რა. შენ დასაწყისში ახსენე რომ ეს აიურვედა მოკლედ ძალიან ფართო ცნება არის და ეხლა რო თქვი რომ მედიტაციაც ორგანოების გაჯანსაღებაზე, აი მაგაზეც რო ვისაუბროთ კიდე აიურვედა მედიტაციას კიდე ეგეთი ესე ვთქვათ გასაგებია ერთი რომ გონებრივ და ქვეცნობიერ კონდიციების რა დაალაგება და ჰარმონიზება, მაგრამ უშუალოდ ის ხეულზე მასაჟის გარდა თუ აქვს კიდე რაღაც ეგეთი დატვირთვა, მაგალითად ორგანოებზე ან მედიტაციით იტვირთება ეგ ჩვეულებრივად. როგორ ხდება ეგ? აგიხსნით ახლა ზოგჯერ ლაპარაკის დროსაც ცოტა მედიტაციაში შევდივარ და ჩემ შეჩერებაზე. კაი. როგორ ხდება ეს პროცესი? როდესაც ადამიანებს უგროვდებათ ბევრი ენერგეტიკული ტოქსიკური რაღაც ნაზავი, ორგანოები აკლდება ენერგია, აი ენერგიის დაკლებას რას ვეძახით? მოდი ამასაც ავხსნი, რომ აი მირბი ხარ, ხო? გინდა გაჩერდე და შეისვენო, თორე შორს ვერ წახვალ. დაიშო ხო რაღაცა კუნთი. კი ბატონო, ესე არის ენერგია ორგანოებისთვისაც. იმდეს მუშაობს ორგანოები, რომ ჩვენი ცუდი აზრები და კორტიზოლი აღარ არის მისთვის საჭირო, იმიტომ რომ აი ეს დაღლას აძლევს ზუსტად კორტიზოლი. ჩვენ თუ სიმშვიდეს მივცემთ ჩვენ თავს, ამ შემთხვევაში უკვე ეს კორტიზოლის ბალანსი ხდება და ვხედავთ რომ უფრო კარგად ვართ. ორგანოებიც ამ დროს კარგად იწყებს მუშაობას, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ეს მედიცინაში დამტკიცებული მომენტია ჩემი მოგონილი არ არის. ეს ბალანსით ორგანოები კარგად მუშაობს, ხო? მაგრამ საქმე რაშია, თუ ჩვენ გვაქვს ესე ვთქვათ, რომელიმე სუსტი ორგანო, რომელსაც ყოველთვის ენერგია აკლია და პრობლემური ორგანო, შესაძლებელი არის ამ ორგანოს გაჯანსაღება. ისევ და ისევ კონცენტრაციით. და რატომ? მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს არასდროს ვთქვათ ნორმალური ძილი, ესეც სწრაფ რეჟიმში ვცხოვრობთ და ხო საკვებიც შეიძლება არ არის იმდენად ჯანსაღი. ისე ყველაფრის გამოკვლევას ვთქვათ და ბოდიში ვეღარ ასწრებს ყველაფრის გამოკვლევას და განკურნებას ესე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდებას ტვინზე. ყველაზე მთავარი არის რომ ტვინს კონდეს ინფორმაცია რომელი ორგანო არის დაზიანებული. ჩვენ თუ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ ტვინს ვუადვილებთ საქმეს, ტვინი ვერ აღიქვამს რა დროში ხდება ეს ყველაფერი, ხდება თუ წარმოდგენაა. ანუ ვერ აღიქვამს, შენ რასაც მიაწვდი ინფორმაციას, ისე მუშაობს ტვინი რა. ჩვენ თუ გავაკეთებთ მედიტაციას, მაგალითად ღვიძლის გაჯანსაღებაზე, ხო? იქ რაღაც არის სცენარი, რომელიც შეგიძლია გააკეთო, ჩვეულებრივად მოდუნებულ მდგომარეობაში, რომ შენი ღვიძლი ჯანსაღდება. ვიზუალიზაციით აკეთებ ამას, კი ბატონო, ეს ინფორმაცია ტვინი ღებულობს, მაგრამ აქ ჭიდილში მოდის ქვეცნობიერი, რამდენად გჯერა შენ ამ პროცესის. ხო ის პროგრამები ქვეცნობიერმა ჩადებულია, რომ იცის, რომ შენ ხო წამლებს სვამ ან რაღაცას რო სულ ამბობ, რომ ღვიძლი მტკივა, ვთქვათ, ან რაღაცა ესეთ რაღაცები აქვს ინფორმაცია და კონფლიქტში მოდის ტვინი, ეს ყველაფერში ესე ხდება, წარმატების დროსაც ესე ხდება. კონფლიქტში მოდის ქვეცნობიერი და გონება. გონება აძლევს ინფორმაციას, რომ ეს ამის გაჯანსაღება მიდის, მაგრამ ქვეცნობიერს აქვს ინფორმაცია, რომ არ მიდის გაჯანსაღება, ესე არის რა. და როდესაც ჩვენ ბევრჯერ ვაკეთებთ ამას უკვე ქვეცნობიერი დროდადრო გვამოწმებს, რამდენად შედის ეს ინფორმაცია კიდევ. თუ ინფორმაცია არ შევიდა ამაში და გავჩერდით, ხო? ქვეცნობიერი იტყვის, რომ მე მართალი ვარ. არაფერი არ ხდება და არც განკურნება არ მოხდება. მაგრამ საკმარისია, რომ ეს ინფორმაცია მედიტაციით ყოველთვის მიწოდებული იქნეს, რომ ქვეცნობიერიც უკვე იწმინდება ამ ჩარჩენილი რაღაცებისგან და ხდება ესე ვთქვათ, განკურნების პროცესის დაწყება. ანუ ეს ის არ არის, უცებ თქვა და ჰოპ და ყველაფერი დაალაგდეს. ამასაც პროცესი უნდა. განკურნების პროცესი დაწყება ხდება, ქვეცნობიერში უკვე ინფორმაცია შეტანილია, რომ ეს არსებობს და უკვე ქვეცნობიერიც გეხმარება ამაში
ოღონდ რა კუთხით ის ეძებს გზებს თუ საიდან მოხვდა ეს ყველაფერი როგორ წამალი არ დაგილევია ის არ გაგიკეთებია გაწმე და ვთქვათ და აი საიდან მოხვდა რომ შენი ღვიძლი არის კარგ მდგომარეობაში უფრო დავიწებული ანალიტიკური თვალით უყურის და იმიტომ რომ ის ინფორმაცია აქვს შიგნით ყოველდღიური რაც აქამდე მოდიოდა სანამ გადაწყვიტავდი მედიტაციის გაკეთებას რომ ცუდად ხარ ეს გაქვს პრობლემა ყველა ამას გეუბნება იქ ექიმმა გაგსინჯა ეს ანუ ყველა წამი შედის ქვეცნობიერში და ლაგდება როგორც დანალექი ანუ გადაპროგრამირებაც ხდება აი ეს არის გადაპროგრამირება ზუსტად მედიტაციით ტრანსფორმაცია ფაქტიურად რა ქვეცნობიერის სრული და ამით რომ ტრანსფორმირდება ამ შენი სიტყვებით და შენი რწმენით რომ მე ამას გავმკურნებ, გავაკეთებ, მივიღებ, აი ამ დროს უკვე იწყება ამ ინფორმაციის მიწოდება და ხო და ეგ ხორ რწმენასთანაც არის კავშირში. ანუ შენ შეიძლება უბრალოდ აი ესე ვიღაცამ გითხრას ვინც სიტყვაზე ავტორიტეტი იყო შენი და აკეთო, მაგრამ ავტომატურად აკეთებ და იმიტომ რომ იმან გითხრა და შედეგი არ ქონდეს, იმიტომ რომ აი რაღაც რობოტულია რა. კი, მაგრამ აი დააკვირდით ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარებული რაც არის, ეს არის პლაცებოს ეფექტი. ხო. ხომ ხდება? კი. ხომ არის ეს ყველაფერი? აი ამა თუ შენ დააჯერებ გონებას რომ ეს ესე არის, ანუ გონებას და ქვეცნობიერს რომ ეს ესე ხდება, მაშინ მოხდება. და ეგ არის დაჯერებაზე და მოდი აბა რწმენაზეც ვისაუბროთ. შენთვის აი როგორ ახსნიდი რწმენა რა არის მაშინ? თუ და როგორ ზდის ამის ხარისხს უფრო? წამს მაშინ ვერ დავაჯერებთ. ნუ ჯერ რწმენა არის. რწმენაა რომ ანუ ამას რომ იწყებ უნდა გწამდეს, თორე ეს მარტო სიტყვებით არ გამოვა. აი თუ დარწმუნებული ხარ, რომ მე ამას გავაკეთებ და დარწმუნებული ხარ, რომ მე ეს შემიძლია, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს მოხდება, ეს უკვე რწმენაა. იმიტომ რომ რწმენას ემოცია მოყვება. ემოცია არის ბევრი რამის მართველი. როდესაც რწმენა და ემოცია ერთდება ერთად, შენ უკვე გააქვს დადებითი დაბალანსებული ემოცია და არა რაღაც ცუდი ემოცია ან დიდი ემოცია რაღაც ესეთი იწყება რწმენის გაძლიერება ემოციის დაბალანსება და მიყვები ამ გზას და აი ამის შემდეგ უკვე გონება ისეთ ინფორმაციას აძლევს ქვეცნობიერს რომ პროცესი იწყებს სვლას და აი ხა შენი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ და დაკავშირებულია დისციპლინასთან და პროცესთან, რაც აღწერა. მაგალითად, თუ აიურვედა მასაჟში შეიძლება ერთ სესიაში უკვე სხეულიდან მოხდეს პროცესი, ამ შემთხვევაში ხო გონება რაღაც თითქოს ცოტა მე დროს ანდობებსო ამას და აი საშუალოდ რამდენი ხანი უნდა, ხო არის რაც 21 დღე, 108 დღე ესე მიღებული, აი კი ინდივიდუალურია, მაგრამ თუ არის რამე ესეთი ან კვლევა, ან შენი დაკვირვებით, აი რაღაცა პატარა ნაყოფი რო გამოიღოს ამან უკვე იმიტომ ეხაც აი მეც მათ შორის სულ რაღაცა თუ სადმე მეჩქარება რაღაც მინდა ვიცოდე რომ აი რამდენ ხანში ეს რა თქმა უნდა უარყოფითია მაგრამ გეტყვით ეხა ეს ძალიან ინდივიდუალურია ზუსტად ამ რწმენას გააჩნია როდესაც ადამიანი მოდის შენთან და ჯერა შენი ის შესაძლებელია ერთ პროცედურაზე დასრულდეს ყველაფერი იმიტომ რომ ყოფილა. აი მაგალითად, ხო, ძალიან თუ ეგრევე დიდი ცეცხლდებსო. მაგალითად, ცუდი სიზმარი, რომელიც ადამიანს არასვენებს 6 თვის განმავლობაში და ერთი და იგივე სიზმარი მოდის, თქვათ, კვირაში ერთხელ. ეს ხო გამაგიჟებელია, ხო? ფსიქოლოგიურად და იქვე დასრულებულა ერთ პროცედურაზე. ანუ წამს ადამიანს რომ ეს მოხდება. და წამს ადამიანს რომ მე შევძლებ ამას და წამს ადამიანს რომ მეც შევძლებ ანუ ვინც ამას აკეთებს თავის რწმენაც აქვს და ჩემი რწმენაც და ეს ორი ძალა უკვე ძალიან ძლიერია ხო ერთად როცა მოქმედებენ მეგობრობაში უკვე ძალიან დიდ შედეგს იძლევა და რა მაინტერესებს ზეზო იცი მედიტაციით შესაძლებელი არის რაღაც ინფორმაციის მიღება არა მარტო დამშვიდება და ორგანოების განკურნება ესე ვთქვათ ეს არის ისეთი უკვე მედიცინური კუთხე დავარქვათ ეს ვთქვათ ალტერნატიული მაგრამ აი უფრო ხო რომ გავცდეთ ამას რამე ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მედიტაციით ცოტა ამ ცხოვრებაში ამაზე ლაპარაკი ძნელია. მაგრამ ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია
ოღონდ ამას ახლა დიდი მუშაობა უნდა ესე ცხადია. უცებ დაждდე და დარწმენდაც. რაც გინდა ის ინფორმაცია მიიღო არ არის, მაგრამ თუ იმუშავებ, რაც გინდა იმ ინფორმაციას მიიღებ. ხო, შენ ქონია რამე ეგეთი გამოცდილებები? კი ბატონო, ქონია გამოცდილებები. შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რიტრიტი ტულუმის გულში. რიტრიტი ტარდება ეკოლუქს ვილაში, მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რიტრიტი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. და არაერთჯერ, ძალიან ბევრჯერ მქონია, რაც მინდოდა, ანუ ესე ვიტყვი, ტექნოლოგიის შექმნა მაგალითად, ხო? ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ დავინტერესებულა, აი ეს თუ გამოვა და გამოსულა და ფართეთ აღარ ვიტყვი ახლა და დროს აღარ დავხარჯავთ ჩვენ ძვირფას დროს და პატენტიც მაქვს ამაზე აღებული ტექნოლოგიურ მედიტაციაზე. მედიტაცია ტექნოლოგიური ნივთის შექმნა რა რა მაგარია. ანუ ესე ვთქვათ, ანუ არც ქიმია ვიცი, არც ფიზიკა. და მიიღე ეს და რეალური იყო, რო გადაამოწმე. ანუ ეს იყო მანქანის რაღაც პატარა ნაწილი. და ყოფილა ესეთი რამეც, რომ პატენტიც მიმიღე. ანუ აი აკაშას ქრონიკებს რასაც ეძახიან, მაგას აკაშას ველი. ხო, აკაშას ველი მაგასთან არის კავშირში ეს. იცით, აკაშას ველი არსებობს. ეს არის, რავი, სამყაროს ტვინი რა, ესე ვთქვათ. არქივი ხო ერთ-ერთი. სადაც ყველაფერი ინახება არა მარტო ჩვენი სამყაროდან, არამედ მთლიანად. და რის მიხედვითაც მუშაობს, ისევე როგორც მე შევადარებდი ადამიანის ტვინს. ადამიანის ტვინი ამუშავებს მთელს ორგანოებს, ხო? და ერთი პროცესი მიდის ყველგან, ჯაჭვური პროცესი და ერთიც რო დაირღვეს, ჩათვალეთ, რომ სხეული ავადდება უკვე. ესე ხდება სამყაროშიც. ის ერთი ტვინი მოქმედებს და იმახსოვრებს ყველაფერს აბსოლუტურად. ეხა მინდა ზეზვა რომ აი მაშინ ძალიან ჩამრჩა რომ საუბრობდით რომ აი ამ პროცესის დროს სიტყვაზე როცა იწყებ მედიტაციის სწავლას ან აიურვედა მასაჟის სწავლას ამ სამყაროში რომ შედიხარ ხშირი არის იმედგაცრუებები გზაზე რომ აი რაღაც შენ ისე გეგონა და ისე არ გამოვიდა ან სულ სხვა წარმოდგენა გქონდა მედიტაციაზე და სხვა რაღაც აღმოჩნდა და რეალურად იმას რომ მიაღწიო მართლა რაც გინდოდა ძალიან დიდი დრო უნდა აი მაგაზე რო ვისაუბროთ შენი გამოცდილება როგორი იყო თუ დაგემსხრა რამე წარმოდგენები რამდენად სიტყვაზე მტკივნეული იყო ეს გზა როგორი იყო ხო მასაჟის შესწავლის დროს ეხა იმედგაცრუება ხო მასაჟი უფრო დამიწებულია ესმის კი ну იქ მოძრაობები უნდა ისწავლოს სიფრთხილე უნდა გამოიჩინო მედიცინასთან ახლოს უნდა იყო და ასე შემდეგ მაგრამ მედიტაციის სწავლის დროს თითქმის ყველას უნდა რომ აი რაღაცას მიაღწიოს ხო მაგრამ ეს რა არის რას ნიშნავს ეს არის ეგო ხო ის საიდან მოდის ხო რას უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს ხო აი ხო ჩვენი ეგო არის მაღალი და ყველას უნდა რომ მედიტაცია მაგალითად ნუ ყველას არ უნდა რა თქმა უნდა ამას ბოდიშს ვიხდი მაგრამ რა არის იცით უნდა ადამიანს რომ აი მედიტაციას რო გააკეთებს იმან ხელით წამოწიოს ჭიქა იქ გაძლიერდეს ენერგია გაუძლიერდეს მაგრამ რომ მკითხო რა შეჭirdება ეს ვერ გიპასუხებს ანუ ეს შეიძინოს ისეთი ძალა ამით რომ გამოჩნდეს რომ ეს არის აი დასაფასებელი პიროვნება ხო და ეგ უკვე ეგოს სურვილი არის ეგო
საჭიროა ადამიანისთვის, ოღონდ ბალანსში რომ იყოს ისიც, რომ განვითარება მოხდეს, წინსვლა მოხდეს რაღაცები და აი ეს მომენტი, რომ მედიტაციით მიაღწიო, არა, მედიტაციით არაფერს არ უნდა მიაღწიო. მედიტაციით უნდა მიაღწიო სიმშვიდეს. და ამ სიმშვიდე მოგცემს ბევრ რამეს შემდეგ. ანუ ენერგეტიკული გაცვლა. შენ თუ სიმშვიდეში ხარ და სიმშვიდეს უშვებ, იქედანაც მოგივა ისეთი ბონუსი, რასაც შენ თვითონ გამოიყენებ. აი, უბრალო მომენტია რა. მე მათხოვარს ფულს ვაძლევ. ბოდიში ამ სიტყვისთვის მათხოვარს ფულს ვაძლევ. რატომ აძლევ? იმიტომ რომ ისევ შენ მოგდის ეგ ბონუსი. ანუ იმის დასახმა იმას ის შენი ერთი ლარი შეიძლება ვერაფერს ვერ უზამს. ნუ ბევრი შეკრებილი, რა თქმა უნდა, საკვებს მიცემს, მაგრამ შენი ბონუსია. ერთს კი ნუ მიცემ, ბლომად მიეცი. თუ გინდა რომ ბლომად ბონუსი გქონდეს. ხო, იმ რაბინდრანათ თაგორის აქვს ძალიან მაგარი ლექსია, ხა რა თქმა უნდა, თლიანი ლექსი არ მაქვს უსო დიდი არის, მაგრამ აზრი ეგ არის, რომ მათხოვარის ესე ვთქვათ ფორმაში შეხვდება ღმერთს და პატარა ოქროს იმას მიცემს რაღაცას და შემდეგ სახში რომ დაბრუნდება ეგ ადამიანი სახში და ხვდება რაც გაცა იმდენივე ეგ ოქრო და ვაიმე ღმერთო რატომ ყველაფერი არ შემოგწირეო როცა შეგხვდიო ხო და ხო დაახლოებით ეგეთი პრინციპი არის მანდაც სამყაროს ბონუსია მანდ ოქროს ვერ მიიღებ თქვა და რაღაცას ხო მაგრამ ისეთ რამეებში გაგიმართლებს რომ აი არსაიდან რომ არაფერს არ ელოდი და იმედი არ გქონდა მაგრამ იმედგაცრუებები არის რა თქმა უნდა. ხო, იმედგაცრუება იმიტომ მოდის, რომ შენ რაღაც რო გაიცი, ეგრევე ელოდები, რომ აბა ეხა საიდან როგორ რაღაცა და ხო არ უნდა. არაფერს აბსოლუტურად ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ როდესაც მედიტაციის სწავლას იწყებ, იქ არ ელოდო. ხო, მოლოდინების გარეშე. მე ეხა ისეთი კომუნიკაცია ვერ გქონდა, ზუსტად რომ ყველაფერი მეკითხა, ახლა იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ ამას რატო ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ მაშინ ისეთი ეგო მქონდა, რომ მაგას არც ვიკადრებდი. რომ ამას ვერ შევძლებ, მე როგორ ვერ გავაკეთე, რა მოხდა და ესეთ ერთგვარი კვლევა მიდიოდა ჩემს თავში და ამანაც რაღაც დონეზე დამეხმარა, რომ ეგოც ცოტა დავარდნილიყო, აი მე აღარ ყოფილიყო და უფრო ბალანსში ყოფილიყავი ჩემ თავთან. და აი შენ როგორ აღწერდი რა არის ოცნება და რატო შეიძლება არ დასრულდეს ოცნება, როცა მართლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ ეგ ოცნება, მაქეთკენ მივდივართ, ვიხარჯებით, აი გონებასაც და წვენასაც მაგ იმაზე ვაყენებთ, მაგრამ აი არ მოდის. აი რითი განსხვავდება შეიძლება ოცნება ნატურისგან? აი რა არის ეს პროცესი, რატო არის ესეთი დაუსრულებელი? სიმართლე გითხრათ, ოცნება ყველა ასრულებადია აბსოლუტურად. რაც არ უნდა არარეალური იყოს ის. მაგრამ რა არის ოცნების შემაფერხებელი მომენტი? ოცნება დროში იწელება. რატომ იწელება დროში და რატომ უცებ არ მოდის? ენერგია, რომელიც ხედავს ამ ოცნებას რა მოყვება, თუ კარგია ის უცებ გისრულდება. თუ არც ისე კარგია შენთვის სამომავლოდ იწელება რომ დაგავიწყდეს. და თუ მაინც ჯინიანობ, იმ დროს გისრულდება, როცა აღარ გჭირდება და მე ამბობ, რომ ყველას გქონია ეს, ხო? რა თქმა ეხა ხო ეს აღარ მინდა. აღარ მინდა. და ხვდები, რომ საერთოდ არ გჭირდებოდა, უბრალოდ რაღაც შინაგანი, ესე ვთქვათ, ჟილკა გქონდა, რომ ეს გაგეკეთებინა, რომ აი ამას უნდა მივაღწიო და მეც ხონია ეგეთი მომენტი, რომ მიაღწევ, გახუნებული გაქვს უკვე. და ამის მიღწევას აზრი არ აქვს და ამიტომ ენერგია არ იხარჯება მაგაზე. ან თუ ენერგია მაგ შემთხვევაშიც გიცავს თუ ცუდი რამე უნდა მოყვეს ის საერთოდ არ ასრულდება მაგალითად აი სადღაც ისეთ რაღაცაზე ხარ წასასვლელი და არ გინდა რომ დააგვიანო და რაღაც ისეთი დაგემართება რომ აგვიანებ რა ეს ტყილა უბრალოდ არ ხდება ამის უკან იმოდენა რაღაც დგას შენი დამცავი მექანიზმი ენერგეტიკული ხო მთელი სამყარო იმაშვება მაგას შენ ხარ უბრალოდ ენერგეტიკული დამცავი ფენა რომელიც ამას არ უშვებს რომ შენ იქ სწრაფად მიხვიდე და დროზე მიხვიდე ანუ ესე იყო საჭირო ყოველთვის ესე უნდა შევხედოთ ოღონდ ეს არ არის იმის გამართლება რომ აი რამეში თუ არ მიმართლებს ეს იმიტომ ვიფიქრე ესე რომ გავამართლო ის რომ არ გამიმართლა მიმიხვდით ხო რა საუბარი კი არა ეს მართლა ასე ხდება ეს არ არის ფანტაზია ბევრჯერ ყოფილა ესეთი რამე რომ
აი ადამიანმა ვერ მიასწრო თვითმფრინავს და თვითმფრინავი ჩამოვარდნილა. აფეთქებულა ის კი ბატონო. ძალიან ცუდი მომენტები, რასაც ვამბობ, მაგრამ ყოფილა ეს, კი, ხო? კი, ძალიან ხშირი არის ეგრე, რომ რეისზე დააგვიანა ან რაღაც მოუვიდა გზაში შეფერხება და ვერ მიასწრო და თუ გინდა მანქანას არ გაყვა და იქ მე მანქანაზე პრობლემაა და რაღაც ბევრი ყოფილა რა ესეთი რამე. ამიტომ ნურას დროს ვიტყვით რომ აი ეს მინდა უნდა ასრულდეს. ხო, ჩვენ ხო არ ვიცით ეგ მინდა საიდან მოდის, ეს მართლა ავტენტური შენი რაღაც სულიდან ამოძახილი არის თუ აი მეგოს უნდა. და შენ ძალიან კარგად თქვია ეგ და წინა გადაცემებშიც გქონია ეგ მომენტი რომ თუ ეგ შენი სურვილი მართლა თანხვედრაში მოდის სამყაროს გაუმჯობესებასთან, სიკეთესთან, ჰარმონიასთან და რაღაცა ღვთიურთან არის ფოკუსი გასწორებული, სამყაროც მაგ დროს ხელს შეგიწყობს და თუ არ შეგიწყო ხელი, ეგეც შეიძლება შენ სასიკეთოდ იყოს, ხო არ ვიცით ჩვენ საბოლოოდ. და რისი ძალად შეგწევს, იმაზე შეგიწყობს ხელს. ხო, და ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ რაც შეგიძლია. ხო და იმაზე რას ფიქრობ, რომ აი ხა რო თქვი ეგ მაგის საპირწონეა რომ სამყარო ყოველთვის ისეთ განსაცდელს გაძლევს, რისი ატანის თავიც გაქვს. აი მაგაზე თუ გქონია რა შენ ისეთი განსაცდელები ცხოვრებაში, აი ამ გზაზე რომ აი ღმერთს ეხვეწები რომ აი აღარ შემილია ეს რა არის, მაგრამ მივხვდი რომ შეგეძლო და გადალახე. ძალიან ბევრჯერ მქონია ეგ და შემდეგ მithქვავს ზუსტად რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. რომ აი მაგ განსაცდელში მოდი ერთი რამე გავიხსენოთ, ყველაზე ძლიერი ნაწარმოები, ნახატი, მუსიკა დაწერილა ომის, ტანჯული სიყვარულის ან რაღაც ესეთი მდგომარეობის დროს. და რატომ ხდება ასე? არ ვიცი, ახლა როგორ ფიქრობს. განსაცდელის დროს ადამიანი ძალიან ახლოს არის ქვეცნობიერთან. ერთი გზა, ორივე სიბნელეა. და განსაცდელის დროს ჩაფიქრებული, აი ერთ რამეს გეტყვით, აი გამწარებულის წყევლაზე ვამბობ. ადვილად მიუდის რომ იციან ხოლმე თქმა, აი ეგ არის განსაცდელში მყოფი ადამიანი ქვეცნობიერთან ძალიან ახლოს არის და ერთი ჩაფიქრება და ყველაფერი მზად არის. ანუ ესე ხდება და განსაცდელი არის ის მომენტი, რომ ჩვენი ცნობიერება გაფართოვდეს, უფრო ღრმად იფიქრო და უფრო ღრმად მიიღო ინფორმაცია და უფრო მყარი იყო შენს შინაგან მდგომარეობაში, ვიდრე ეხლა ხარ. ხო, ის თვითონ სიტყვაც ხო მაგას გვარნახობს, ან უნდა განიცადო, ის მდგომარეობა კარგად შეისრულხორცო და გაიზარდო მე მაგედან. და როგორ აი შენ როგორ ურჩევდი ხალხს და აი ამ თემაზეც მინდა ვისაუბროთ. სხვა შორის მედიტაციაშიც არის, ან როგორ უნდა გახდე უფრო მიმდობი. აი, იმიტომ რომ ტვინი ხო ხშირად ეძებს და ქვეცნობიერით შეიძლება ეგეთი პროგრამით არის, აი უფრო უსაფრთხოებას ანალიტიკურ, რაც ლოგიკურ იმას, რომ ეხლა რომ მედიტირებ, სულ აი რაღაც გიჩიჩინებს მაინც ფონურად შეიძლება, ან ამ გზაზეც და აი როგორ უფრო უნდა მიენდო ამას, მორჩილი უფრო როგორ უნდა აი გახდე. მაგისთვის არის საჭირო ზუსტად კონცენტრაცია. შენის ტელეგრამი, დახურული არხი მათთვის, ვისაც სურს ასტროლოგიის, ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებთ სუფთა, სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. მე მქონდა ეგ პრობლემა მაგალითად არ შევაწყენ დიდად ეხა ამით იმაყურებელს, მაგრამ გარკვეულწილად ეხაც უფრო მაგას გავდივარ, რომ უფრო ჩემი თავის დირიჟორი ტვინი იყო ეს ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება და ქვეცნობიერთან რაღაცა დოზით დაკარგული მქონდა კავშირი ან არაცნობიერთან ჩემალტურ მდგომარეობასთან და მე დამჭირდა უფრო ხო მიმდობი რომ გავხდარიყავი და მორჩილი მოვლენების მიმართ და მეც დავინახე რომ ბევრი რაღაც ჩემი ირგვლივ მე ამით შეიცვალა და მე პირადად ხო რაღაც ჩემებური ბიძგი დამჭირდა, მაგრამ აი შენ როგორ და იმიტომ დამჭირდა შენებური ბიძგი, რომ ზუსტად აი იმ სტრესში იყავი და იმ სტრესმა მიგიყვანა მაგ მდგომარეობამდე, რომ ისწავლე მაგის გაკეთება. ადამიანმა ერთი ანალიზიც რო გააკეთოს, ერთი აი თქვა წარუმატებლობის ანალიზი, რომ მოხდა წარუმატებლობა, ხო? და რას შველი? შენი სტრესით, ნერვიულობით, აი ვერაფერს ვერ შველი, ხო? უნდა დაანებო თავი, როდესაც ისე ნათქვამიც არის ეს, რომ თუ რაღაც საქმეს ვერ შველი, ნერვიულობა არ ღირს. თუ მოგვარებადია ეს საქმე, ნერვიულობა, მაგრამ თუ მოგვარებადი არ არის, მით უმეტეს არ არის სანერვიულო. ცოტა ძნელი პროცესია, მაგრამ
ამას რო ჩაუღრმავდებით. ხო და რატომ ნერვიულობთ მაშინ? აი რა გვანერვიულებს? რო გვინდა რომ კარგად აი იყოს, ეს ხო, ეგო ნერვიულობს. ეგო ნერვიულობს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეგო სიჩუმეს ვერ იტანს, ყდომას გონია რომ ყდომას იწყებს. და მეორე ის არის რომ მას ხომ ხმაური ევასება. ეგოს ხმაური ევასება. კი და როდესაც ეგო ვერ აღწევს რაღაცას, ხო? აი ჩვენ გვიბიძგებს რომ ბოდიში და ისე ჩმორო რატო ვერ გააკეთე ეს და შევარდები სტრესში ამ შემთხვევაში რა. და ჩვეულებრივად მაგას ვამბობ რომ ანალიზი რო გავაკეთოთ რომ აი თქვათ არ გამოვიდა რა. მე მქონია ესეთი მომენტები ცხოვრებაში რომ აი რაღაც საქმე იყო და აი დავხურო ეს საქმე სხვები რა სიტყვის რაც უნდა ითქვას და დავხურე აღარ გავაგრძელე ხო აღარ უსმენს ხუისას მერე არა ის ყველაზე დიდი თავისუფლება იცით და შემდეგ აი ზუსტად ანალოგიური საქმე ვისაც ქონდა პრობლემები ამ საქმეში მეუბნებოდე რომ აი შენ საღოლ როგორ შეძელი ამის გაკეთება მე არც ისე ძნელად რა ერთი დღეა ჩემთვის გადამწყვეტი რომ ან ერთი ნაბიჯი გადავდგან დავრჩე იქ და რომელიც ჩემთვის სასიკეთო იქნება ის უნდა გავაკეთო და ყველას ვურჩევდი რომ აი ერთი რაღაც ანალიზი გააკეთოს მის მოქმედებაზე და ყველაფერს მიხვდება ყველაფერი ჩვენს ტვინში დევს ჩვენს გონებაში შენახულია უბრალოდ უნდა მიაგნო ეს გასაღები რომ გაიხსნას. ხო და მედიტაცია ხო გვეხმარება მაგ გასაღების აღმოჩენაში და მიგნებაში. გასაღების აღმოჩენაში გეხმარება სიმშვიდე. სიმშვიდეს რომ მიიღებ, იმდენი იდეა წამოგივა, იმდენი რაღაც სიახლეები გექნება, ეს სიმშვიდე არ არის, რომ ხალხს გონია რომ მარტო სიმშვიდეა. არა, ის ბევრი რამის გასაღებია. ხო, ქართულიანაც რა უნიკალურია ხშირად ვიძახი ამას, რომ აი სიმშვიდეც მაგას ვყარ ნახავს, რომ 7 არის, ჩაკრაც ხო 7 არის. 7 პლანეტა, 7 თავარი მეტალი, ყველაფერი ხო 7-ობით არის კი და როცა შენც რომ მასაჟზე საუბრობდი, ეს მერიდიანები, როცა ერთგვარი სინთეზში არის კარგად მოსული, სიმშვიდე უკვე სხეულშიც ისადგურებს, მე სხეული და გონება გარკვეულწილად გადაჯაჭვული, ეს მე პატარა ბიძგს იმასაც აძლევს, რომ ჰეი, ნახე, მე აქ რა კარგად ვარ, მიდი რა შეც ჩემნაირად იყავი. ხო, ჯაჭურად მე მიუყვება. ეს არ არის მარტო რომ იმ შვიდად ვარ კარგად ვარ, ბევრად ფართებცნება. როგორც სიხარული გადამდებია ისეა სიმშვიდეს გადამდებია. ხო, გადამდები მდგომარეობა არის, ხო. როგორც სიყვარულია გადამდები, როგორც ცუდი საქმეა ყველაფერი გადამდებია, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ უფრო სწრაფი არის სიხარული. ხო. და აი ამ სიხარულს და სიმშვიდეს თუ გადავადებთ ადამიანებს, რატომაც არა. და აიურვედას მიხედვით, აი ეხლა ეგეთი კითხვა მომივიდა, რომ ეს ხო ძალიან ძველებური და სულ სხვა ცხოვრებაზე და ხალხზე მორგებული სწავლება იყო. აი მაგის მიხედვით როგორი არის აი სწორი ცხოვრების სტილი, აი რომელ საათზე სიტყვაზე იღვიძებ მე მედიტი, აი როგორ უნდა არსებობდეს ადამიანი, არის ეგეთი რამე მათ? ყველაფერია ჩადებული, აბსოლუტურად კვება არის, ძალიან მაღალ საფეხურზეა ყვანილი, რომ ყველაფერი ბუნებრივი. ანუ ეს ცხოველური არა. ის ბოსტნეული რა უმეტესი, იმიტომ რომ საქმე რაში ეხა მე არ ვიტყვი რომ ვეგეტარიანელი ვარ ან ვეგანი ვარ, მაგრამ იშვიათად ვჭამ ეხა მაინც ეს ეგოს და ხო საქართველოში თართული არის და მოგვარებული არ გვაქვს ყველაფერი ეხა მე თან როგორიც მე არ მინდა არ ვარ წმინდანი არ ვარ ესე რომ ამ ცხოვრებით ვცხოვრობ ოღონდ ეს სიმშვიდე შემოგვ ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი აქვს ამ სიმშვიდეს ჩემთვის რა აიურვედაში საკვები უფრო ბალახია პოსტნეული ის მაგრამ რა წარმოვიდგინოთ ახლა ვიღაცები ამბობენ რომ მე ვჭამ ხორცს იმიტომ რომ მასში არის ცილა ვიკვებები ცილით მოდი აქედან დავიწყოთ ხარი ჭამს ხორცს არა და ხომ არის ძლიერი სულ ბალახზეა მაგრამ ამ ხარში სად ხარის ხორცში ესე ვთქვათ საიდან შედის ეს ცილა ბალახიდან და რატომ ღებულობ ბალახიდან გადამუშავებულ ცილას რომელიც ხარის ხორცშია და იღებ რაღაც გადამუშავებულ ნივთიერებას ხო პირდაპირ ცილა ჭამე არის ბევრი რამე ხო და რატო არ ხდება ხოლმე მაშინ როცა ადამიანებს ეხა ფსიქოსომატიკის ბრალია კუჩის პრობლემა არა გემრიელი უყვარს ბალახი არ არის გემრიელი მაგრამ არის სასარგებლო ხო
და შეუძლია ბევრი რამის განკურნება ბალახსაც. ანუ ადამიანს რატომ უნიშნავენ დიეტას? რატომ იღებენ იქ წითელი არ ჭამო, თქვა ხორცი, ის არ ჭამო, ეს არ ჭამო, იმიტომ რომ რეალურად ბალახი კურნავს. რეალურად ბოსტნეული, აი ჯანსაღი ძალიან ცოტა ეხა ისე გაზრდილი ჯანსაღადის ბოსტნეული ჩვენში, მაგრამ აი მაინც რაღაცას აკეთებს რა. ხილიც ხო? რა თქმა უნდა, ხილიც და ბოსტნეულიც. შენ კიდე რას იყენებ სიტყვაზე მასაჟის და აიურვედას მედიტაციის გარდა შენ ცხოვრებაში, აი მაგ სწავლებიდან რომ რაღაც უფრო გაზარდო შენი ცხოვრების ხარისხი არის კიდე რამე? ეხა განსაკუთრებული არა, აი რაც მჭირდება ყოველთვის იმის მიხედვით ვაკეთებ ესე რომ დაალაგებული მქონდეს რომ აი ეხა ეს გავაკეთო. ხო, ეგრე. არ არის ეს პრინციპი საჭირო რა. სიმშვიდით კიდევ ვამბობ რომ ისე ნელა-ნელა და სიმშვიდით უნდა მივყვეთ ცხოვრებას. და აი ანუ სტრესში არ უნდა ვიმყოფებოდეთ. ხო, აიურვედა მაინც არა აღმოსავლური სწავლება არის და ჩვენას თუ ისე საქართველოს რაც გასაყარზე ვართ დასავლეთის და აღმოსავლეთის ერთგვარი ცენტრი ვართ ამ დუალობების სულ დაპირისპირებული დუალობების და აი როგორ წარმოგიდგენია ეხა აი ამათი სინთეზი, იმიტომ რომ ხშირი არის რომ ეს აღმოსავლური ცოდნა და ცხოვრების სტილი აქ რომ მოდის ცოტა თლად შეუსაბამო არ არის, მაგრამ თან არის რაღაც მომენტები, მაგრამ ბოლომდე ჩვენ ვერ ვისისლ ხორცებთ. ეხა აი დააკვირდით აღმოსავლეთი არის მედიტაცია და დასავლეთი მეცნიერება. აი ამ ორს თუ ერთად შერწყმას გავაკეთებთ, ძალიან კარგი სინთეზი გამოგვივა ჩვენ. ჩვენიერი, კი, მაგარი. ანუ მედიტაცია და მეცნიერება. ახ მედიტაციის გარდა იქ სიმშვიდის მიღებაც არის, რაღაც კვება, ის არის, ეს არის და ამას თუ მეცნიერებასაც ჩაურთავთ, იქნება შვენიერი. მაგარი ეგ ახალ სამყაროშიც გადაგვიყვანს გარკვეულწილად, რომელიც მეტად სრულყოფილია ვიდრე ეხა და არ უარყოფს მეორეს ან ხო ასე და არ შემდეგ. ვიცით ჩვენ ეხა სად ვართ. ხო. ანუ არ ვიცით რა, იქეთ უნდა წავიდეთ თუ აქეთ. ეხა აქ კიდევ ერთი პრობლემაა, რომ მედიტაცია არ შეიძლება, იმიტომ რომ ბუდისტურია. ხო, მედიტაცია ძალიან ისე სხვანაირად ესმის ხალხს. არ არის ბუდისტური. თვითონ ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა, სულის მქონდა რა, რომ მე ქრისტიანი ვარ, ხო და სულ მქონდა იქ პრობლემა, რომ აი ხა მედიტაციას რო დავიწყებ იქ მანტრები, ბუდიზმი რაღაც, არა, არ ყოფილა ეგრე. არანაირი, ანუ სპორტი და მუსიკა ზუსტად ისეთი განსხვავებაა მედიტაციის და რელიგიის. უბრალოდ შეიძლება სპორტში მუსიკა გამოიყენო. ეგრე არ არის, ფიტნესის დროს ვიყენებთ მუსიკას. რა თქმა უნდა. მუსიკა არის მოსამზადებელი მომენტი სპორტისთვის. ზუსტად ასევე არის რელიგიისთვის მედიტაცია, გასუფთავება შენი გონების კონცენტრაციის მიმართვა და სიმშვიდის მიღება და შემდეგ ლოცვის დაწყება უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე უბრალოდ შემოირბინე და ნიადაგსამზადებ და დაიწყე ლოცვა შენი ტვინი სადღაც შორს არის გასული იმ სიტყვებს ნახევრად ვერ ხვდები, ადამიანი ვერ ხვდება რასაც კითხულობს და შესაძლებელია ეხა მაგაზეც არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეხა ურთიერთწინააღმდეგობაში რაღაცები მოდის, როდესაც კითხულობს ადამიანი ლოცვას, იმდენად ღრმა რომ ის ქვეცნობიერში მაინც ჟდება. მაგრამ როცა გააზრებულად ლოცულობ, ეს სხვა ხარისხია ხაბარა. სხვა ძალაა და სხვა რწმენას გისახავს შენში. ხო. აი კარგი ახსნა არის რომ მედიტაციით ერთგვარ ნიადაგს ამზადებ, რომ შემდეგ უფრო სრულფასოვნად ილოცო. გინდა ქრისტიანი იყავი, გინდა მუსულმანი, ან აკეთო ან რელიგიასაც ურთავი დაანებოთ, აკეთო შენი საქმე, რასაც აკეთებ სიტყვაზე ხელოსანი ან რაღაც. არ მნიშვნელობა არა, რაშიც გინდა იმაში გამოიყენებ. ხელოვან ხალხს უფრო მაგრად იმას შვება მედიტაცია ეხმარება, მაგალითად ხატვის მხრივ დახატვაში რაღაც ისეთი ნაწარმოები გააკეთოს რაღაც მუსიკაშიც, ანუ ფაქტიურად, როდესაც ადამიანი ხატავს, ფაქტიურად მედიტაციაშია და იქიდან გადმოაქვს რაღაცები რა. და სულ სხვათა შორის მინდოდა რომ ხატვა მცოდნოდა და ეს ნიჭი არ მაქვს. მაგრამ იქნებ რაღაცა მედიტაციით ისწავლა, ეგეც ხო არ არის. არა, სწავლით ყველაფერს ისწავლი, მაგრამ როდესაც ეს თანდაყოლილია, უფრო ძლიერია რა. და თანამედროვე ადამიანებისთვის რომელ მედიტაციას უფრო გამოარჩევდი, აი ამ ჟამინდელ ცხოვრების სტილზე, რომ აი მაგალითად ძველად სხვა რაღაცას აკეთებდნენ ალბათ, იმიტომ რომ იმ დროს ის იყო უფრო აქტუალური და მისაღები. აი ხა რა თანამედროვე ადამიანმა უბრალოდ დაიწყო სუნთქვითი პრაქტიკები, ჯერ. შემდეგ რაღაცებს რო წაიკითხავს, მიხვდება რა არის თავისი, რომელია სწორი,
გაარკვიოს უნდა, ანუ ჩვენ ყოველთვის ძებნაში უნდა ვიყოთ რა არის ჩვენთვის უკეთესი. ყველა ზოგს ისეთი ცხოვრების სტილი აქვს, რომ თქვა დილით ვერ მედიტირებს და საღამოთი უნდა იმედიტიროს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როცა უნდა მაშინ, სადაც უნდა მაშინ. ხო, აუცილებელი არ არის ლოტუსის პოზაში ჯდომა. არ არის, აუცილებელი, ისიც შეიძლება. მაგრამ ლოტუსის პოზაში ჯდომა უკვე აუცილებელია, როდესაც აი იმ სიღრმეებში შევდივართ, რაც წეღამ თქვით. მაშინ უკვე ლოტუსის პოზაში ენერგიის შეკრება ხდება სხეულში და ბრუნვა, ესე ვთქვათ რა. აი ამ დროს უკვე ხო, ესე უბრალოდ ვეღარ იჯდები. არა, ის შეუძლებელია, იმიტომ რომ გძინავს ფაქტიურად, ეს არის გააზრებული ძილი. არც გძინავს და არც გვიძავს, ეს შუალედია, სადაც ძალიან ბევრ რამეს ხედა. ხო, და აი ის მდგომარეობა რო არის სამათის, რასაც ეძახიან და კიდე ხო არის ძალიან, არ ვიცი, უფრო ღრმა, აი მაგალითად ერთი ბუდისტი ნირვანას ვარიანტი. ხო, კიდე ერთი ბუდისტი ბერი აღმოაჩინეს, თუ არ ვწდები, თუ შევწდი და კომენტარებში შევისწორეთ 100 წლის მედიტაციაში იყო, თუ აი უკვე მარტო ძვალი იყო და კიდე ცოცხალი იყო, აი რაღაც საოცრება იყო, არ ვიცი რამდენად მართალი იყო, ინტერნეტში ვნახე ადრე, მაგრამ ეგეც შესაძლებელი არის, ხო, ესე იგი. საერთოდ გონებას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და არ გამიკვირდება რომ ეგრე იყოს. არ გამიკვირდება არაფერი, იმიტომ რომ ვიცი რომ ეგრე იქნება. ანუ წამს ადამიანის გონების სიძლიერის. მე კი იმას კი არ ვამბობ რომ მედიტაცია ძლიერია, ჩვენ როგორ ვაკეთებთ, აი ეს არის სიძლიერე. რამდენად გვჯერა მისი და რამდენად კარგად მივყვებით ამ გზას და ეს უკვე ყველაფერს მოგცემს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ზეზო და შენ წიგზეც რო ვისაუბროთ, როდის მოგინდა ამის დაწერა და რატო მოგინდა ეხლა შენი ესე ვთქვათ მოგზაურობის დიდებული პანდემიის დროს. პანდემიის დროს დავიწყე რაღაცების წერა, მაგრამ მანამდეც მქონდა როგორი რამეები, იცით? აი პაციენტი რომ მოდის ჩემთან, ყოველთვის მეკითხება, რომ აი როგორ დავიწყო მედიტაცია, ხო? ნუ სუნთქვით. და ვწერდი უბრალოდ ინფორმაციას და დაგიწერ და გამოგიგზავნე. დაუწერე, გაუგზავნე. შემდეგ, ნუ რა არის კონცენტრაცია? დაუწერე, გაუგზავნე. ვიზუალიზაცია, ის რა არის, ეს რა არის და ამასობაში ძალიან ბევრი თემა ამიგროვდა, რასაც კომპიუტერში ვინახავდი რა. და ის ამ პანდემიის დრომაც მოიტანა, რომ უფრო ღრმად დამჯდარიყავი მედიტაციაზე, გამეკეთებინა და უფრო სიახლე შემეტანა ჩემში, იმიტომ რომ დრო მომეცა და ამ დროს ვერ ბოდიში და ვერ გავმაზავდი რა, ესე ვთქვათ. და დავიწყე იქიდან წერა, უფრო ღრმად შევედი, უფრო სიღრმეებს უფრო მივაგენი რა, ესე ვთქვათ. და მთელი შენი აქამდე გამვლილი გამოცდილება რაც ქონდა მასწავლებელთან და შენი პირადი თუ არ ვწდები 20 წლიანი 21 წლიანი გამოცდილება, ესე მაგ წიგში შეუძლია ხალხს რო ნახოს. არის თეორიაც და არის პრაქტიკული სავარჯიშოებიც. არის ცოტა ფილოსოფიებიც რაღაც მომივიდა ტვინში, ის ჩაწერე. ხო. შეგიძლია რამე ისეთი პატარა რო გაუზიარო ეხა მაყურებელს ხო? რაღაცას გაუზიარებ გამონათქვამს. შენი შინაგანი სინათლე ქმნის სამყაროს, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ვა, ძალობაზიერი. ხო, ანუ ჩვენი სინათლე ქმნის ყველაფერს იმ სამყაროს, სადაც ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. ეს არის ხო, შემოქმედად გაქცევს შენ უფრო მეტად შენი სამყაროს ის ხო? მონდომებაა მთავარი, მეტი არაფერი. ეხა მუშაობ კიდე რამეზე მეორე წი, ანუ გაგრძელება მოყვება მაგას? გაგრძელება ამას არ მოყვება, არ მგონია, იმიტომ რომ ეს თეორიული და პრაქტიკული ნაწილია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, ვინც მედიტაციისთვის არის ეს დაინტერესებული მედიტაციით და რაღაცნაირად მომინდა რომ ურთიერთობებზე დამეწერა წიგნი. ანუ ქალ-ვაჟის ურთიერთობა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა და რატომ ყოველთვის ეხლა რა პრობლემებიც არის, აი იმ პრობლემებზე უფრო გავამახვილე ყურადღება. მაგალითად, ხვდება ორი ადამიანი ერთმანეთს და არიც ეხლა ვერ მიხვდა ადამიანმა როგორ უყურებს მეორე ამას სერიოზულად უნდა, იმას არასერიოზულად, ან პირიქით ხდება, ხო? როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა, რამდენად სერიოზულად არის მის მიმართ განწყობილი, ან კიდევ საერთოდ რას ფიქრობს? ან საერთოდ რა უნდა?
ანუ ამაშიც რაღაც ფსიქოლოგიური მომენტები არის ჩადებული, კითხვები იქნება ბევრი, რომელიც უნდა შეისწავლოს ადამიანმა და იმ ურთიერთობის დროს რაღაც კითხვები შეაპაროს, თქვათ, რამდენად მზად ხარ, თქვათ, ეხა რომ ურთიერთობაში იყო თუ გირჩევნია უფრო თავისუფლება და ესეთი რაღაცები. ანუ წიგნი არის მკითხარივით, რომ შენ უფრო გაეცნო, რამდენად გინდა მაგას თუ თვითონ რამდენად მექანიზმებს თვითონ აღმოაჩინოს ამ მექანიზმით თუ რას ფიქრობს მისზე ადამიანი რა. ხო. აი ესეთი საინტერესო იქნება რა მე ვფიქრობ, იმიტომ რომ რა პრობლემებიც არსებობს, მაგალითად, მესამე პირის ჩარევა ურთიერთობაში. სულ ჭკუას გასწავლიან და თვითონ დანგრეული აქვს ცხოვრება. ძალიან ხშირი არის, მაგარი ხო. მომენტია, რომ და იცით ეს რატო ხდება? ადამიანი აი გადამდებიას ვარიანტია ზუსტად აქაც, რომ რა მდგომარეობაშიც თვითონ არის, მე არ ვამბობ, რომ ეს გააზრებულად აკეთებს ადამიანი ამ დროს. გააზრებულად ვერ მოქმედებს, იმიტომ რომ იმდენად ჩაძირულია ამ ცუდ ენერგიაში, რომ უნდა რომ ამოიღოს და გასცეს და გათავისუფლდეს, მაგრამ ის ვერ ხდება, როგორ უნდა გააკეთოს ეს და ამას უწილადებს თავის ახლობელს და შეცდომაში შეყავს. ამიტომ მივმართავ ყველას, რომ თუ რაღაცაში პრობლემა გაქვთ, მაგისთვის არსებობს ფსიქოლოგი, არსებობს სხვა სპეციალისტები და აი ბევრჯერ მინახავს, რომ დაქალების რჩევით დანგრეულა ძალიან კარგი ურთიერთობები. ხო, ნუ ძალიან ბევრჯერ ოჯახის ჩარევითაც, ვთქვათ, არანაკლებია იქ დედმამის ჩარევა. რა თქმა უნდა, ეხა ოჯახში ყველა კარგს გისურვებს, მაგრამ რისთვის უყურებენ ამას და რას აკვირდებიან შენ პარტნიორში? ნუ იქ ფულიანი თუ არ არის, ესე იგი არნიშნავს, რომ ადამიანი არ არის. თქვათ, ნუ იქ თუ ნასწავლი არ არის, შეიძლება საერთოდ არ იყოს ადამიანი ნასწავლი, მაგრამ ცხოვრებისეულად იმდენად ჭკვიანი იყოს, რომ მას არ გაუჭირდეს ცხოვრება და მისი პარტნიორი იყოს სრულად ბედნიერი. ხო, და მოკლედ ესე ვთქვათ, მან სადმე ხედავ შენ მედიტაციას ამ წიგში აქვსო, მაგ ცოდნასაც თუ უფრო ეს დამიწებული პრაქტიკული ცოდნა არის, რასაც ხო. დამიწებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცები იქნება ჩართული მაინც. ხო, მაგ კუთხითაც ხო, აი სიმშვიდის მიღება მაგ დროს მთავარია მაგ. ხო, იმიტომ რომ მაგ მდგომარეობიდან მოქმედება სულ სხვანაირ ხარისხს იძლევა, მე რო უშუალოდ ეგეთ ყოფიერ, ესე ვთქვათ, არეალში როცა იქცევი, ეგრე მგონია მე რა. ნუ ნახოთ რა კიდევ აიდეები მომივა. მოკლედ ის საინტერესო ისეთი არის. ზეზო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვისიავნე შენთან საუბრით და მეგობრებო, ვისაც სურვილი გექნებათ ზეზოსთან რომ მოხვიდეთ, ესე ვთქვათ, აიურვედას მასაჟზე და მედიტაციაზე, ხა რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ სივრცეში ეს არის შესაძლებელი, ჩვეულებრივად მოგწერეთ, ჩაეწერეთ და დანარჩენს უკვე ნახავთ. მე მგონი, კაი ნიადაგი გაუკეთეთ მაყურებელს, ესე ვთქვათ, შესამზადებელი რომ შემდეგ უკვე თავისი დაგემოვნონ და მიხვდნენ ეს მთელი უზარმაზარი სამყარო რას ნიშნავს და რა არის. შეიგრძნონ როგორც სხეულში, ასევე გონებაში. ხო და ეგ მაგარი რომ ორივე იმაზე მოქმედებს, იმიტომ რომ უმეტესად მეც რა მასაჟებიც გამეკეთებია, მხოლოდ სხეულებრივი იყო ყველა და ეს არის ორივე შრის მომცველი და ეგ ძალიან უბრალოდ მასაჟის დროსაც დუნდება ორგანიზმი რა, მაგრამ ეს სრული ის არ არის. ხო. მოდუნების მომენტი. აი, რა ვიცი, ყველა სიმშვიდე კონდეს და როგორც მათ უნდათ ისე გადაწყვიტონ, მოდი ესე უთხრათ, უფრო ჯობია. თუ ეტყვის გონება რომ გჭირდება, აუცილებლად უნდა მოვიდეს. თუ არაფერს არ ეუბნება, მაშინ გაჩერდეს. კეთილი. გაიხარეს ეს უღმესი მადლობა ვისიავნე შენთან დიდი საუბრით. მადლობა თქვენს, მეც ამ საუბარში ისე გავერთე და ვისიამოვნე რომ რა ვიცი, რაღაც უფრო სასიამოვნო იყო ვიდრე რაღაც დაძაბული ან რაღაცნაირი. ფინიერ, გაიხარ მადლობა. მადლობა მეგობრებო. ეს იყო შენი პოდკასტი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ, ჩვენ ძალიან გაგვახარებთ ამ ამბით და მომავალ შეხვედრამდე.